რევერსული მოძრაობა. საინტერესო ის არის ესა თემა. რევერსული მოძრაობა ძალიან საინტერესოა. სამწუხაროდ რევერსული მოძრაობა ბატონო გიორგი საქართველოს ქალაქებში არ ხდება. არა. იმიტომ არ არის რომ ტრინერა თავში. რომ ეგრე გააკეთონ. ახლა ნახავთ რა არის. სიტყვა რევერსი ავტომატურს ნიშნავს. ამ მონაკვეთზე ესე იგი ხდება გადართვა შუქნიშნების ავტომატურად, რომელსაც ვითომ წარმოვიდგინოთ, რომ ვითომ გვაქვს. ეგრე არა გვაქვს, მაგრამ ვითომ გვაქვს. დიდობიდან წერეთლამდე ხო იცი? მონაკვეთი. მაგალითად ამ მონაკვეთზე, სადაც რევერსული მოძრაობაა, აი რევერსული მოძრაობა ესა. აქ არეგულირებს ამ მოძრაობას ის რო არა ქვია ზემოთ ტექსტური ეძახია მოცუბიძეზე 112. იქიდან უნდა რეგულირდებოდეს პრინციპში პოლიციელები არეგულირებენ და ნახე რა ხდება. მაგალითად დილით ძალიან ბევრი მანქანა დაგროვდა აი აქ დიდუბის მეტროსთან გაიჭედა მოძრაობა და იქ უყურებს ოპერატორი რომ აქედან მოდის ერთი ზოლი დინამო სტადიონიდან თქვა აიღებს და აქედან სამ ზოლს უყურე 1 2 და 3 სამ ზოლად გამიგე გაუშვებს ამ ტრანსპორტს სამი ზოლი დიდუბიდან აქეთ წამოვა ისა სტადიონიდან აქეთ წამოვა ერთი ზოლი შემდეგ დღის მეორე ნახევარში იქაც მოიმატა მანქანების რაოდენობა ეხლა აქ გაიჭედა გესმის საცობია აქ შეთხელდა მანქანები აიღებს და ამას ყვითელი ფერის ისრით აი გადადი მარჯვნივ უყურე გადადი მარჯვნივო ეს მეორე ზოლი გადმოვა პირველში მესამე ზოლიც გადმოვა პირველში ანუ ესენი გამწყვილდებიან ერთ ზოლში და ამ მიმართულებას უკვე გამოუშვებს სამ ზოლად. გამიგე გიორგი? აქედან რომ მიდიოდა სამი ზოლი, ახლა იქიდან არის სამი ზოლი. თუ მერე კიდე შეხედავს რომ აქ გაიჭედა მოძრაობა დაგროვდა მანქანები, მერე კიდე ახლა ამას გადაუშვებს გადადი მარჯვნივ, ეს გადმოვა მარჯვნივ, ამასაც ეთქვის გადადი მარჯვნივ ესეც გადმოვა მარჯვნივ და აი ესე ავტომატურ რეჟიმში, ანუ რევერსულად ხდება ამ ტრანსპორტის ზოლების რეგულირება, რაც არის შესანიშნავი და იდეალური ვარიანტი ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზაციისთვის, ვიდრე აქამდე იყო. გავიგეთ ხო? ეხლა დანარჩენი